საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალთან 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლებისა და მთავრობის წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა. მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. 104 წლის წინ თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ეს დღე გვახსენებს, რა თქმა უნდა, ქართველების გმირობას თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ეს დღე უნდა გვახსენებდეს ჩვენ, რა თქმა უნდა, იმას, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ეს არის მუდმივი პროცესი, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოდეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენი გმირებისგან. ეს დღე გვახსენებს თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ ჩვენ. გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო. 1921 წელს სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შევგენარჩუნებინა. ჩვენი იუნკერების, ჩვენი ჯარისკაცების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და სამწუხაროდ ამ დიდ ძალას მაშინ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. საუკუნეზე მეტი დრო გავიდა იმ დიდი მოვლენიდან, როდესაც სრულიად საქართველოს უთანასწორო ბრძოლაში აგრესორთან დამარცხდა და ჩვენ რა თქმა უნდა პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი დასდეს ქვეყნის თავისუფლებისთვის, მისი ერთიანობისთვის. 104 წლის წინ ზუსტად აქ ამ მიდამოებში იყო უდიდესი ბრძოლები, თავგანწირვის მაგალითები და ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ მზად არის თავისი საკუთრების, თავის სამშობლოსთვის საბრძოლველად და დასაცავად. როდესაც ბევრ რამეზე ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, ჩვილებს ვზრდით, ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ყველა მუხლ მოდრეკით და ქედმ მოდრეკით ამოვდივართ ესეთ ადგილებზე, სადაც უკვდავება ყოფეს ჩვენმა გმირებმა.